ერთი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მოხუცებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ხანდაზმულებმა კონსულტაცია გაიარეს ნევროლოგთან, თერაპევტთან, კარდიოლოგთან, ოფთალმოლოგთან და ფსიქოლოგთან. მათ ასევე ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ და სხვადასხვა სახის მედიკამენტები გადაეცათ. ახალგაზრდული ფრთის წევრებმა პანსიონატს საჩუქრად სისხლში შაქრის საზომი აპარატი გლუკომეტრიც გაიტაცეს. მოხუცებისთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი საშუალება გამოვიყენეთ. კერძოდ სხვადასხვა სპეციალისტები შემიძლია ჩამოგითვალოთ. ეს არის კარდიოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი. გარდა ამისა, ჩვენს ხელთ არის კარდიოგრამა და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების საშუალება. ეს არის უფასო სამედიცინო გამოკვლევები, რომლებიც ძალიან სჭირდებათ მათ. ჩვენ მოვიტანეთ სხვადასხვა სახის მედიკამენტები, გადავეცეთ საჩუქრად გლუკომეტრი და პირველადი მოხმარების ნივთები. მსგავს აქციას მომავალში ჩავატარებთ აუცილებლად ტოვილებსა და სახკარო ბავშთა სახლებში.